მოგესალმებით, ფარული კონვერტი კვლავ ეთერშია. დღეს სტუმრად გვყავს ადამიანი, რომელსაც ყვითელი პრესა ყველაზე ხშირად აქორწინებს. სინამდვილეში კი მას მხოლოდ ერთი ცოლი ყავდა. ქალბატონებში გარეგნობაზე მეტად ტყუას ხიბლავს. თავად კი იუმორის გრძნობითა და განსაკუთრებული ხმის ტემბრით არის დაჯილდოვებული. ნიჭიერი მუსიკოსი, ქარიზმატული მსახიობი, ტელერადიო წამყვანი, თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი გიორგი სუხიტაშვილი. გიორგი, კარგადგინე, შენ კი ნერვიულობდი მოგწამდი. შენ კი ნერვიულობდი როგორ წარმადგენსო, ხო? ხო იყო, ღელვა. ღელვა იყო. დიდი მადლობა რომ მოხვედი გადაცემაში სტუმრად. მოდი საქმე შეუდგეთ და შენს და მაყურებელსაც უნდა შევახსენო თამაშის წესები. მოკლედ, ეკრანზე 5 თემის სახელწოდება გამოჩნდება ყოველ მათგანს ერთი მთავარი კითხვით დავასრულებთ, რომელზედაც სწორი პასუხის შემთხვევაში სტუმარი 300 ლარს მოიგებს. კითხვები მისი ბიოგრაფიიდანაა და საკმაოდ მარტივია. ფინალში კი ფარული კონვერტი გველოდება. კონვერტში სტუმრის ცხოვრების ყველაზე გასაიდუმლოებული ამბის შესახებ წერია. ისურვებს თუ არა ამ ამბავზე საუბარს. ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, თუმცა ეს კითხვა 5000 ლარიღის. კარგი. მაშინ ესე მოვიქცეთ. მოდი ვნახოთ თემები ეკრანზე. რა შევარჩიეთ ჩვენ შენი ცხოვრებიდან, გიორგი? დიდი სიამოვნებით. ომობანა და ომი. ჯეოსტარი. მძიმე დიაგნოზი. საპიოსექსუალი. უდანაშაულო დამნაშავე. ესეთი თემები შევარჩიეთ ჩვენ შენი ცხოვრებიდან და მოდი დააჭირე ღილაკს ხელი, ნახოთ რომელი თემა ამოვარდება პირველი. სიამოვნებით. წლის ასაკში გიორგი სუხიტაშვილის ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი დადგა. მას დაუსვეს დიაგნოზი, რომლის გაგონება ზრდასრული ადამიანებისთვისაც კი შოკის მომგვრელია. გარდატეხის ასაკში კი ამის გაცნობიერება ალბათ განსაკუთრებულად რთული იქნებოდა, გიორგი. მისდრა ნებისმიერ ასაკში რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხარ პატარა და როდესაც იგებ, რომ შეიძლება რაღაცა დამთავრდეს. როგორ გაიგე ამის შესახებ, რომ შენ გქონდა თქვათ რა დიაგნოზი? ყოველ შემთხვევაში დიაგნოზი, რომელიც ლეტალური შედეგით მთავრდება. ანუ სიმსივნე. ყოველ შემთხვევაში მე თვითონვე აღმოვაჩინე ჩემს სხეულზე, ეს იყო იღლის ფოსოში შეშუპება საკმაოდ დიდი ზომის, რომელიც ტკივილს იწვევდა და შესაბამისად პირველი სოფელში ვიყავით და პირველი დედას ვაჩვენე. დედას რეაქცია არ იყო თლად შესაშური. წავედით გორში ექიმთან, ექიმმა სასწრაფოდ გადაგვამისამართა თბილისში და ნელ-ნელა ხვდებოდი რომ თლად ასეთ სისწრაფით რო ვითარდება შენს გარშემო მოვლენები, ტომოგრაფიაზე, ტომოგრაფიიდან რა თქმა უნდა ხვდები რომ ჩამოვედით თუ არა თბილისში ონკოლოგიურში მივედით. ონკოლოგიურში ეტაპებს ხვები რა, ონკოლოგიურში აიღეს სინჯი და რამდენიმე მეორე თუ მესამე დღეს უკვე ოპერაცია ჩაინიშნა. დაჩქარებით. და ყველა სახე მახსოვს აბსოლუტურად და გორში ვინც გამსინჯა ექიმმა. 1 წლის წინ დაახლოებით ის კაცი ვიცანიმე. იმდენად ამამახსოვრდა სახე. რო ვიცან მეოთხე თქვენ მუშაობდით ამ საავადმყოფოში მეოთხე სართულზე კორიდორის ბოროში მარცხენა კაბინეტში და თქვენ მე გამაგზავნეთ ეს. იმდენად კონცენტრირებული. იმ კაცმა უკვე მიცნო მე ახლა უკვე ვინც ვიყავი მიცნო და რა თქმა უნდა ვერც წარმოვიდგენდა მაშინ ვინ მიიყვანეს გასასინჯად და მე რა დრო გავიდა გადავრჩი არ გადავრჩი მოკლედ და ფიქრობდი სადღაც უშვებდი რომ ყველაფერი შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო. რა თქმა უნდა დავუშვი ერთგვარი პანიკა მქონდა რო არ დაგიმალოთ თავიდან როცა ჩემი ესეჭები ასე თუ ისე რწმუნდებოდა მყარდებოდა და რაღაცნაირი პანიკა იყო ეხლაც რომ ახსენე რაღაცა გულის აჩქარება მქონდა სულ რაღაცა პრიალი სულ ფიქრობ რაღაცა სრულდება თან
თან უფროსებსაც რო უყურებდა ისინი შეშვინებულები ანუ არიან. ჩემი მშობლები მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ რომ არ შეემჩნიათ, ჩემს მამა მუსიკოსია და ზუსტად ხვდები ახლა ამ გადასახედიდან განსაკუთრებით უთანაგრძნობ იმ ემოციებში, რა ემოციაც ჰქონდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ დღე, ან მაშინ გორში მუშაობდა, დღე მოდიოდა ჩემთან საღამოს მუშაობდა, მღეროდა და ანუ ეს პროცესი როგორი წნეხი გაიარა ოჯახმა, დედას უყურებ ყოველდღე, რომელიც 24 საათი შენთან არის და ცდილობს რომ არ შეიმჩნიოს ჩემი ძმა, ანუ მოკლედ საკმაოდ ის იყო. სიკვდილზე ფიქრობდი? ვიფიქრე და ხშირად დავუსამთ ეს კითხვა, ანუ რა ფიქრობთ და პირველი ის იყო რომ მაშინ მე 2 წლიდან ვმღერი. ანუ რაც მახსოვს, 2 წლიდან ვდგავარ სცენაზე. და იმ ასაკში პირველი მენანებოდა ის რომ მე ვერ მოვასწარი სიმღერა. ანუ ეს იყო ემოცია რომ მე ის როგორც წარმომედგინა რომ აი დიდი სცენა საკუთარი თავი ტელევიზორში და ასე შემდეგ და რომ იმ ასაკში რომ ვერ უყურებდი რომ ვეღარ ვიზავდი ამ ყველაფერს. ასე დროს ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ოჯახის წევრები არიან. მოდი ვნახოთ როგორ იხსენებს ამ პერიოდს გიორგის უფროსი ძმა ლევან სუხიტაშვილი. სოფელში იყო გიორგი, მაშინ იყო დაახლოებით 13 წლის. წავიდნენ გამოიკვირეს ეს ნახეს და ძალიან ცუდი პასუხი იყო. ამამ ვერ მოითმინა, რა თქმა უნდა ვერ ვენდეთ აქ ერთ პასუხს და გავაგზავნეთ გერმანიაში. ქიმიის დაწყებას რო გადაწყვეტილი იყო, ნუ დაგვეწყო უკვე სასწრაფოდ ქიმია. მაგრამ კაჭის კლანს ანუ იმედს ჩავებღავიჭეთ რა. და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ვისაუბრეთ ის არ აღმოჩნდა, ანუ 10%-მა გაიმარჯვა ამ შემთხვევაში რა. როგორღაც ნუ დედა მთელი ღამე ტიროდა დღე მსახიობობდა გიორგი არ იცოდა ბოლომდე. გიორგიმ კი არა ბევრმა ოჯახის წევრმა ნინო დღესაც ჩემი და როიგებს კვდება ტივლით ხოლმე. იმიტომ რომ ისეთი რაღაც სასაული მოხდა მოკლედ რა. იმის რა თქმა უნდა სულ გქონდა გამოკვლევები და სულ ყურადღების ცენტრში და ისე ვიყავით ყველას გვეშინოდა წარმოიდგინე როგორი მდგომარეობა ოჯახში ეს როიც და რაღაცა მივიდიოდი მეც ვიტირებდი ხოლმე მე მივიდოდი რაღაც ვართოვნის ავადმყოფოში. უბრალოდ მე მაინტერესებს შეიძლება ვიღაცას აქვს და ის გვისმენს ახლა გადარჩენის რა შანსები არსებობს? რამდენი პროცენტია? მოდით ერთ მაგალითს გეტყვი. მე როდესაც სოფელში ჩავედი მე რა ოპერაციების შემდეგ და ამ რეაბილიტაციის შემდეგ ხალხი მიყურებდა გაოცებული რომ მე გადავრჩი. ანუ ისეთ მე სხვადასხვა სხვა გადაცემაშიც მიხსენებია და ყველას ვთხოვ ხოლმე რომ გამოვიყენებ ამ პლატფორმასაც. ადამიანებს ვისაც აქვს ეს დიაგნოზი უკვე სამძიმარზე მომიდიან. იმიტომ რომ მათ თუ აქვს 1% გადარჩენის ჩავებღავჭოთ ამ 1%-ს და მე მაშინ აი ამ გადასახედიდან ხვდები მიცვალებულს რომ შეეძლოს დაინახოს რა ხდება მის გარშემო არის ეგ. როდესაც ადამიანი ფაქტობრივად წრეს ვერ მარტყავდნენ, მაგრამ ფაქტიურად ეგ იყო. ისეთი ნათესავები, ისეთი ადამიანები მოდიოდნენ სანახავად, რომლებიც არც მანამდე, არც მაგის მერე შეიძლება არ მინახა, ამ ყავდეს ნანახი. ანუ მეცხოვე გამომეცხოვე. ხო, ანუ და ეს კი არ ვამბობ, რომ ანუ კი არ განვიკითხავ ამ ადამიანებს ან უბრალოდ მესმის. ეცადეთ რომ თუ ამ ნაბიჯს გადადგავთ, მე მაგალითად არის სიტუაცია, როდესაც სამძიმარზე ვერ მივიდივარ ადამიანებთან, როდესაც ძალიან დიდი ტრაგედია ხდება, შეიძლება ვერ მივიდე, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ყალბი რამეები. თუ სიტყვა არ მაქვს სათქმელი, სიტყვა შეიძლება ვერ მივიდე. თუ მივდივარ, რაღაცა უნდა ვუთხრა ამას. თუ არა და ძალიან რთულია, შეიძლება არ მივიდე. ეს იმიტომ კი არა რომ მე ვინმეს არ ვაფასებ ამ პატიმრს. უბრალოდ ვთვლი რომ ჩემი იქ მისვლა რაიმე აზრის მატარებელი უნდა იყოს და არა მოვალეობის მოხდა. ბევრი ადამიანი ალბათ ახლა გიყურებს და ბევრს ალბათ იმედიც კი ჩაესახა გულში. თუ ამ თემაზე საუბრობ ხოლმე და დავთანხმდი პირველად წლების შემდეგ ამაზე საუბარს, იყო რომ მე შეიძლება აღმოჩნდე მოტივატორი ადამიანებისთვის. ყველა შეიძლება არ კონდეს ისეთი მებრძოლი ხასიათი, შეიძლება გაატყდეს, შეიძლება იმედი დაკარგოს და ეს უფრო აჩქარებს მათ რთულ მდგომარეობას და პროცესს. ამიტომ ყოველთვის ბრძოლას აქვს აზრი და ამიტომ ადამიანები ჩვენ ხო რაღაც საზრდოს ვიღებთ ემოციურს ადამიანებისგან, მაგალითებისგან, ასე რომ თუ ერთი ადამიანისთვისაც მე აღმოჩნდები
სტიმულის მიმცემი, რატომაც არა ეს მხოლოდ მე არ გადამიტანია, მე არ ვარ პირველი. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მოექცეს აი ამ დაავადების მარწუხში, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები რომ ამ ადამიანებს ეს ინფორმაცია მივაწოდო რომ ყოველთვის თუ არსებობს 1% შანსი იცოდეთ რომ ის 1% ძალიან დიდი რამეა. კარგი, მოდი ვნახოთ ამ თემის პირველი 300-ლარიანი კითხვა. 2016 წელს შენ კიდევ ერთხელ მოხვდი საავადმყოფოში, უკვე საკმაოდ პოპულარული იყავი. შენმა ძმამ თაყვანისმცემლებისთვის დადო ფოტო და შემდეგ კომენტარებში განმარტა თუ რისი ოპერაცია გაიკეთე. რა დაწერა ლევანმა კომენტარებში? ანუ აქ წინა სიტყვას გავაკეთებ ამ კარგად მახსოვს, ანუ იმდენად იდიოტია. ანუ ჩემი და ჩემი ძმის დუეტი არის რაღაც შეუსაბამოა, მაგრამ ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან, თუმცა რაც ძალიან გვაახლებს, ეს არის უაზრო იუმორი. ანუ ამ შემთხვევაში თუ ანუ ზუსტი ციტირება არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო რომ ანუ ბავშვი ინკუბატორშია, დედა კარგად არის და რაღაცა ანუ ვითომ მე რაღაცა და სხვათა შორის იქ კომენტარები ქემოთ ეწერა რომ რა ხდება მართალია ეს ამბავი და მე დაუწერე ერთხელ ბატონს რომ მე კი გავაჩინე. ანუ შენ გაიკეთე რისი ოპერაცია? მე გავიკეთე იდეაში ჩემმა ძმამ, ანუ ჩემი ეს კონკრეტული ოპერაცია გაასაღა რომ მე ვიყავი ქალბატონი. და რომ მოკლედ ანუ რეალურად გავიკეთე მენისკის ოპერაცია, ანუ ჩემ ძმას აქვს ეს ანუ ცნაური. და დაწერა რომ შენ გაიკეთე სქესის ოპერაცია, ხო? ხო და იქ ძალიან საინტერესო კომენტარებმა ხახმა დაიჯერა. მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. ფოტო გადაუღე, ცოტა ისეთი. ხო დავწერე ასე. აი დადგა დრო რომ ჩემმა ძმა უნდა შეიცვალა სქესიც. მაგრამ მე მგონი მართლა შეიცვალა, კაი ხანია არც გოგოსთან დამინახია, ცოლიც არ მოყავს და არ არის გამორიცხული მენისკის ოპერაციით შენიღება ეგ. აბსოლუტურად სწორი პასუხია და შენ მოიგე 300 ლარი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის რომ ვიღაცებმა დაიჯერეს, ხო? ვიღაცებმა დაიჯერეს. დააჭირე ღილაკს ხელი. ომობანა და ომი. აი ესეთი თემა აირჩა. ბავშვობა ეს ყველაზე ლაღი და ბედნიერი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. პერიოდი, როდესაც ვერ აღიქვამ იმ პრობლემებს, რის წინაშე შესაძლოა უბროსებით დგანან. თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ალბათ განსაკუთრებულად რთული გასაგები იქნება ის, რომ გიორგის თაობის ბავშვების მთავარი გასართობი იყო გაჩერებულ ატრაქციონზე საათობით ჯდომა. ხო არ ვიცი ვინ ჩემს გარდა თუ ვინმე ამას აკეთებდა, მაგრამ მე მქონდა ეს უცნაურობა. ზოგადად ზედაპირული არც ბავშვი არ ყოფილვარ. შეიძლება ადამიანებს ესეთ განცდა ქონდეთ, რომ ტელევიზიით რო უყურებენ ადამიანს, არის ზედაპირულია, მხიარულია, რაღაცა. ხო, მე სუბხიარულს თამაშობ, მაგრამ მართლა ეგრე კი არა. მოკლედ, მე მაგასაც ვერ ვთამაშობ. ხო, ისე ძალიან სერიოზული. უცნაური ის იყო, რომ აი ბავშვობიდან დავდიოდი და ეხლა გორში ახალბაღს ეძახიან იქ არის. ეშმაკის ბორბალს რომ ეძახიან და მქონდა მულტფილმებში ნანახი და ტელევიზიით და ფილმებში და ამიტომ მახსოვს რომ მე დატრიალებული იქამდე არ მენახა. და ამიტომ ავწუხდებოდი, იმიტომ ვერ სხვა სასწაული არ იყო, საკმაოდ სარისკო იყო იქ ასვლა და დავჯდებოდი და ანუ წარმოვიდგენდი რომ ისტრიალებდა. აი როგორც ბავშვებს უყვართ ხოლმე ავტომანქანაში თუ და ვითომ ატარებენ. დაახლოებით ასეთი, ოღონდ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი რომ ისტრიალებდა. ანუ იმდენად მინდოდა რომ ეს ყოფილიყო. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ იყო, ეს იყო იმ თაობის პრობლემა, განსაკუთრებით შიდა ქართლში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ომობანას თუ თამაშობდით? რა თქმა უნდა, თამაშობდით და გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ არ გვქონდა ფუფუნება იმისა, რომ მაღაზიებში რაიმე გვეყიდა პისტოლეტები, ავტომატები, ჩაფხუტები და ასე შემდეგ. ჩვენთან ძალიან ბევრი იყო ვაშლის ყუთები და მისი მასალა. ვაშლის ყუთები რითიც იკურებოდა. ამიტომ მარტივად ვაწყობდით ხოლმე ხის ავტომატებს და ამ ხის ავტომატებს მთელი ამბავი რაც იყო. ხელსახელურები ხო ქონდა და აქ იყო ერთი კორპუსივით, აქ უკეთებდით თუნუქის თავსახურები რო არის, რომ კილებს რო ახურებენ. მაგას ესე ამაგრებდი ამ კორპუსზე. აი ამ სახელურებს შორის რეზინას აბამდი და აქ ჯოხს აკეთებდი რომ დაატრიალებდი, მე ხელს რო დააჭერდი, ეს ტრიალდებოდა და ამას ურტყამდა ამ თუნუქის ხუბს და ქონდა ხმა ავტომატის.
და ანუ ვინც მიყვარებს ახლა ჩემი სოფლიდან მიმდებარე ტერიტორიიდან იციან რაზეც ვსაუბრობ და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი გასართობი. და აი ამ თამაში გიორგი ამასობაში თქვენ ნამდვილი ავტომატის ხმაც ძალიან ახლოს გაიგეთ. ეზოში ვთამაშობდი, როცა ჩვენ ვთამაშობთ ავტომატებით და მახსოვს რომ ის ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ. რამდენი წლის ხარ? აღარ მახსოვს 90-იანი წლების მიჯნა 7 7 აი დაახლოებით ეგ ინტერვალია. მახსოვს ის ადამიანი აღარ არის გოჩა ცოცხალი, რომელიც მახსოვს რომ მორბის ჩემსკენ შეურაცხადის სახით. და ეს მომკიდა მხრებში ხელი. ხო. და მომიქნე, როგორც კარგმა მოჭიდავა მიწის და ჩამაგდო, ესე რო ჩამოდიოდა იქ რუში და ზემოდან დამახტა. გასლობა. და უცებ ხო ვერ ხვდები პათანს, შემეშინდა რა მოხდა, შევწვი და ატყდა სროლა. ეს ადამიანი არის გადაფარებული ჩემზე და ზემოთ ისმის სროლა. დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა, წუთნახევარი, აი ეს შეტაკება და მე სუსველი ვიყავი, იმიტომ რომ რუში ჩამაგდო, მაგრამ აი დღემდე მადლიერი ვარ ამ ადამიანის, მისი ეს მოქმედება, რომელიც დასაფასებელია. საოცარი ეს ეპიზოდი რომ მახსენდება ცხოვრებიდან, აი რაღაცა იმედი მაქვს ხოლმე, რომ ანუ ადამიანის გამბედაობა და სიმამაცე და გმირობას ანუ არ აქვს საზღვარი. და არავინ არ იცის მოცემულ სიტუაციაში რას. 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში შენ იყავი თბილისში. შენ არ იყავი ხომ სოფელში? 2008 წლის პერიოდში მე ვიყავი თბილისში, ვმუშაობდი პეროსკაიას ქუჩაზე, მღეროდი რესტორანში. კი. ვინ გაგაგებინა რომ ომი დაიწყო? ჩემ მადამ და ამერიკა. 7-ში. 7-ში რამე? ხაზს გაუსამ 7 აგვისტოს, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ ეს 7 რაღაც ტელევიზიით ვისმენ ხოლმე 8-ში დაიწყო, 7-ში დაიწყო, იმიტომ რომ მე ჩემი დაიყო სოფელში. აუ საღამო იყო, სადღაც 10 საათი იყო საღამოს, როდესაც მითხრა რომ ომი დაიწყო და მე ვთქვი რა გადავობ მეთქი და ტელეფონშივე გავიგე ხმა. ანუ სროლის და ანუ ფანჯრების ზრიალის ხმა და პირდაპირ მახსოვს რომ დაურეკე ადამიანს, ერთ ადამიანს ვინც მანქანით რომ მოსულიყო და წავედით პირდაპირ კარალეთში. კი, შეგიშვეს? დავაფიქრებლად. ჯერ არავინ არ იყო შემოსული, ჩვენი არტილერია ედგა ჩვენს ამ ტერიტორიაზე და ინტენსიური ბრძოლა მიდიოდა ორივე მხარეს. სხვათა შორის ძალიან მინდოდა რეზერვში წასვლაც და იმ ოპერაციის გამო, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მე სამხედრო სამსახურიდან ვარ დაბრაკული. ეგრეც პენსიაც დამინიშნეს, რომელიც 2 წელიწადში მოვახსნევინე, იმიტომ რომ ძალიან მტრგუნავდა ეს პენსიონერის სტატუსი. დღემდე ვარჯიშობ, ოღონდ არ ვარჯიშობ ვინმეზე ცოტას, ვთვლი რომ ყველაზე ბევრს ვარჯიშობ მოყვარულებიდან. ანუ ეს არის ჩემი ცხოვრება და მაქსიმალურად ვცდილობ რომ იყო სრულფასოვანი წევრი საზოგადოების და ვთვლი რომ ასეც არის. მოდი ვნახოთ ამ თემის 300 ლარიანი კითხვა. 2008 წლის აგვისტოში, მაშინ როდესაც ჩვენთან ომი დაიწყო, პეკინში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტარდებოდა. გახსოვს თუ არა მე რამდენი ოლიმპიადა იყო? მე რამდენი ოლიმპიადა იყო, არ მახსოვს, უბრალოდ მახსოვს ის რომ იქ ბიჭებს მე ვეკონტაქტებოდი ინტერნეტით. მაშინ რამაზნაძე იყო იქ. ჩვენები იყვნენ ჩვენი გორელი მოჭიდავები ვეკონტაქტებოდი მახსოვს ცირეკიძემ რო ის რუსი დააგდო მაშინ მე და ჩემი ძმა ესე პარკებით ვაგროვებდით დევნილებისთვის ნივთებს რომ სკოლებში შედიოდნენ და ჩვენ პლედები მიქონდა და თელმა კორპუსებმა დაიღრილა დიდი ღომში ვიყავით 34 კორპუსთან და დავყიროდი რა მოხდა და ვიღაცამ გადმოგზახო რომ რუსი დააგდო მაგრამ მოდი ვნახოთ სწორი პასუხი არ მახსოვს შემდეგ კი ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე. საბოლოო შედეგებით საქართველომ 27 ადგილი დაიკავა. 2008 წლის ჩინეთის ოლიმპიადა რიგით 29 იყო. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოიგე 300 ლარი, მაგრამ არ მქონდა რამდენიც. მაგრამ ყველანი ამაყები ვიყავით მაშინ. კარგი. გიორგი, მოდი წინ წავიწიო და შემდეგი თემა ვნახოთ რა ამოვარდება. დააჭირე ღილაკს ხელი თუ შეიძლება. ხო, უდანაშაულო დამნაშავე. გიორგი საკმაოდ მოწესრიგებული და კანონმორჩილი ადამიანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ერთხელ მაინც აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში. რა მოხდა, გიორგი? ასეთი მოწესრიგებული და წესრიგა ბიჭი. მოკლედ ეს იყო დღემდე ჩემთვის ამოუხსნელი ამბავი.
უცნაურობა ეს იყო 2010 წელი. როდესაც ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ თამაშზე, სტადიონზე, მე და ჩემი ძმა, ჩვენს მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრი ვიყავით და მოკლედ იქ ფეხბურთია? ფეხბურთია, მალტას ვეთამაშებოდით თურქეთები. აჰა. და იქ მოხდა ბოლო წუთებზე დიდი ამბავი, მოკლედ და ადამიანი ადგა თავის სკამიდან და კიბეზე დადგა და იქიდან გულშემატკივრობდა და პოლიციელმა უთხრა დაჯექიო და ამ ადამიანმა დავჯდებიო და აი ამ რაღაცა შეხლა შემოხლაში ანუ წამოიყვანეთ ეგად. რა თქმა უნდა ადამიანებმა თქვეს რომ სადმო წაიყვანო რაღაც და აი ამ გაწევ-გამოწევა ატყდა მოკლედ იქ და ანუ მე და ჩემი ძმა მეჭირა ესე რომ აქეთ წამომიყვანა ისინი იქით მე ეკაჭებოდნენ და მოკლედ ქვემოთ ჩაგვიყვანეს და ბოდიში მოგვიხადეს მე პოლიციელები რაღაც გაუგებრობა მოხდაო და მე და ჩემი ძმა გამოგვიშვეს მოკლედ რა. 2 დღეში მოდის სახლში უწყება. აუ და ჯერ გვეგონა რომ ისა სამხედრო სასახურიდან იყო ეს რაღაცა და ანუ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რაღაცა პოლიციაში დაგვიპარეს რაღაცას და მივედით მე და ჩემი და ჩვენი ფეხით. მივადაგეთ ესე ბოჩოლებივით და ჯერ მეგონა ფარული კამერა. გეგონა. დედას გეფიცებით. ფარული კამერა მეგონა, ნუ ისეთ რაღაცებზე მელაპარაკებოდნენ რა ტელეფონი გაქვს და რაღაც ტელეფონი ხონდა მაშინ ნოკია რაღაც და შეიძლება კაი ვიცი ფარული კამერა აბო. გულსფელ ჯერ თავიდან ავყევი ამ თამაში რა და აი ეგ ტელეფონი ჩაარტყი პოლიციელს ბიჭო თუ რაღაცა ეს არის ვიღაც შემოვიდა მე რომ ქრუაშვილი მე დავიჭირეო და შენ გიჩვენებს ეს ხო ანუ შენ გლდანში უნდა გამღერო და რაღაც დაახლებთ აი ესეთი დიალოგები და ბოლომდე მეგონა რომ გადაობდნენ მე მოხდა ისე რომ უცებ შემოდის ვიღას კაცი და ამბობს რომ უფროსი ძმა დავაი ჩხრეკა და აი ზუსტად მახსოვს დავაი ხა ჩხრეკა და კაპეზეზე და მივხვდი რაღაცაშია საქმე მოკლედ ორივე დაგვიჭირეს და ანუ მე აქ წვენია ანუ მე დამტოვეს გარეთ და ფარულად ასე რომ თქვა ჩემი ძმის რა ხო და მოხდა ესეთი რაღაც რომ ჩემი ძმა 2 თვე იჯდა მე ბრალი გავიგე სასამართლოზე რომ რა იყო ბრალი რა წარუდგინეს? პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევა იყო ბრალი. და შენ ამას ეთანხმებოდი რომ გაუწია? ჯგუფური. ჯგუფური და რატო? დღემდე არ ვიცი ის ორი ადამიანი ვისთან ერთად ბრალი გვედება, არ ვიცი ვინ არიან. 2 თვით ჩასვეს და მე იჩალიჯე იშო. ძალიან მარტივი იყო ის პერიოდი ჩვენ გვახსოვს როგორიც იყო, საპროცესო შეთანხმებები და ასე შემდეგ გადაიხადეთ. გადაიხადეთ და ბრალი უნდა ეღიარებინა როგორც იყო, ანუ ეს კონვეიერი, ბრალი აღიარა ჩემმა ძმამ. და 4 წლიანი პირობითი და რაღაცა თანხა, რომელიც იმ დროისთვის ჩვენც არ იყო ცოტა. და ხო, ანუ მოკლედ მარტივად ვთქვა, ძალიან დამხია როგორც მორალურად, ისე ბევრი კუთხით დამხია მთელი ოჯახი. ამ შემთხვევაში შენ უდანაშაულო იყავი, მაგრამ კანონს აწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი გაქვს. რატომ მოიპარეს სპილენძის მავთულები? სხვადასხვა არ მოიპარავს სპილენძის მავთულები. აბა ის იყო მიტოვებული საწარმოები, სადაც ცოტა სევდიანი ისტორიაა ეს. აბა გამომდინარე კიდე რომ ფული არავის არ ქონდა მაშინ და არ შემოსავალი ოჯახებს რა მაგ ოჯახში მივიხვედი და თქვათ აი ვინმე თხოვე რომ აი ფული მომეცი რაღაცა უნდა ვიყიდო ესეთი რამე დახურული თემა იყო ყველა ოჯახში ფაქტიურად. ამიტომ წავედით და აი განათებები გრძელი განათებები რო არის. იმას კონდენსატორი უყენია ბოლოში, სადაც არის ცოტა სპილენძი დახოვული, რამდენიმე გრამი, რამდენიმე და იმას ხსნიდით, ამას ვტეხდით, ამ სპილენძს ვიღებდით და ვაგროვებდით რის გამო, რომ ეს ჩაგვებარებინა და რაღაც საჭმელი გვეყიდა ერთმანეთ, რომ დავშდარიყავი და აი ბავშვები რო აპირე, кейფებს რო აპირებდნენ ხომ. აი რა მოგივიდოდა, რამდენ ლარად გაყიდით ამ? როგორ მახსოვს, ერთი კურდღელი ვიყიდეთ. აუ, ახლა არ მითხა კურდღელი მოვკალი და შევწვითო. დავკარით. აუ, კარგი რა. აუ, ცუდად. აუ, არ ველოდი შენგან. მეც არ ველოდი ჩემგან, ანუ ეხლა ამ გადასახედიდან მაგას ვერ ვიზავდი. ვერ იზავდი. არა, კურდღელი დაკი. მე არ დამიკლავს ეს კურდღელი, ზუსტად მახსოვს. ანუ ვიქეიფეთ ბიჭებმა. რამდენი ბიჭი დაახლოებით 9 ლარი მოგვიგროვდა ფული, წარმოედგინეთ მთელი დღე ვეწალთ 9 ლარი მოგვიგროვებინა და ქათამი გეყიდათ რაღა ქათამს რაღაც ერჩი. ქათამი მაინც ქათამია რა. ხო, ნუ ახლა კურდღელი მაინც ფულა. ამ ლოგიკით კატას მაგონე. ამ ლოგიკით ძალიან შორს ვერ წავალთ, იმიტომ რომ მაინც საკამოთო ამბავია. ამ გადასახედიდან მართლა გული მწყდება იმ კურდღელზე. კაი, მესმის. იცი რა,
გისმენ ახლა ძალიან მოწესრიგებული წესიერი რაღაცა ისეთი ადამიანი ხარ, აი ვერ წარმომიდგენია რომ შენი პირიდან რაღაცა ცუდი სიტყვა ამოვიდეს საერთოდ, იმიტომ რომ ახლა იმდენი ამოდის მე არ მომისმენია და ახლა აქ მაყურებელი ვერ ისმენს, მაგრამ შუალედებში მე ვამბობ ცუდ სიტყვებს და შენ არ მყვები. ხო და სანამ ამ კითხვაზე გადავა, გეკითხე, გიყვარს მილსიტყვაობა? რა თქმა უნდა, ქართლ-კახეთი გამორჩეულია ამ მარგალიტებით, განსაკუთრებით შინაურ წრეში არის. მერე გადაცემის მერე ჩამაწერინე. კარგი. სტადიონზე თუ იგინები ხოლმე? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეხლა რაზეც შეგეკითხები, ეს ინციდენტი ბაქოში შეგემთხვა. ხო, ოღონდ ეს გინების გამო არ მოხდა. აი, მოდი ვნახოთ, აბა. თუმცა იქ ყველაფერი ძალიან მარტივად ანუ კითხვა არის ეს? Yes. აბა გის. This is კითხვა. ესე იგი კითხვა. 2014 წლის 31 ივლისს შენ ქართველი ფეხბურთელების საგულშემატკივროდ ბაქოში გაეგზავნე. დიახ. თამაშის ბოლოს გულშემატკივრებს შორის პატარა ინციდენტი მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. გახსოვს თუ არა რომელი გუნდები თამაშობდნენ იმ დღეს? რა თქმა უნდა მახსოვს. ეს იყო მასპინძელს ვიტყვი, ბაქოს ნეფჩი იყო და საჩხერის ჩიხურა. მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. 2014 წლის 31 ივლისს გიორგი სუხიტაშვილის სხვა ქართველ გულშემატკივართან ერთად ქალაქ ბაქოში გამართულ ფეხბურთის მატჩს ესწრებოდა. როგორც თავად გიორგიმ პალიტრა TV-სთან განაცხადა, იქ გულშემატკივრებს შორის პატარა ინციდენტი მოხდა, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ამ დღეს ბაქოს სტადიონზე ნეფცი და საჩხერის ჩიხურა თამაშობდნენ. აბსოლუტურად სწორი პასუხია და შენ მოიგე 300 ლარი და შენ ჯამში გაქვს 600 ლარი. რა დამავიწყებს ამ მატჩს? დააჭირე გიორგი ღილაკს ხელი და ვნახოთ რომელი თემა ამოვარდება პირველი. აკი ბევრი გვაქვს ასაუბრო. ჯეოსტარი. დიდი სიამოვნებით. გიორგი სუხიტაშვილისთვის 2008 წელი დიდი ტკივილისა და დიდი გამარჯვების წელი აღმოჩნდა. აგვისტოს ომმა და სურილმა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შოუში ქართლის ხმაც გაჟღერებულიყო ის ჯეოსტარამდე მიიყვანა. გიორგი 2008 წლის გამარჯვებულიც გახდა. ხო, სწორად აღნიშნეთ თქვენ, ეს იყო მე გავიხსენე, როდესაც ოლიმპიადაზე იყო კითხვა, როდესაც ცირეკიძემ მოიგო ოლიმპიადის ოქროს მედალი, მაშინ გამიჩნდა, იმიტომ რომ ჩემამდე 4 სეზონი გავიდა ჯეოსტარის და მე სურვილი არ მქონია, ზოგადად კონკურსები არ მიყვარს. არ გიყვარს? არა. შენი მეორე გორელი მეგობრისგან განსხვავებით. ხო, ანუ მე არ მიყვარს კონკურსები და იყო რომ მინდოდა რომ ერთი ადამიანი ყოფილიყო ქართლიდან, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალო 2008 წელს, ერთი კაცის ხმა ყოფილიყო იქიდან. და ეს იყო ჩემთვის, მე არც მიფიქრე რომ ვერ მოხვდებოდი, ზუსტად ვიცოდი რომ მოხვდებოდი ძირითად კალათას შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ გამარჯვება არც მიოცნებია, არც გამიფიქრებია, იმიტომ რომ პირველად ვიმღერე ბენდთან ერთად აი ამ კონკრეტულ კონკურსში და უკვე სამეული რო დავრჩით, მე გავიფიქრე შეიძლება მომეგო. მანამდე ყველა კონცერტი იყო ჩემთვის ბოლო. იმიტომ რომ მე არანაირი ინვესტიცია არ მქონია ჩადებული, როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ კონკურსს რამე გამეყიდა და ასე შემდეგ და მე აბსოლუტურად გულწრფელად მინდოდა ყოფილიყავი იმ ადამიანების წარმომადგენელი ყველაზე რეიტინგულ შოუში და ხაზგაოს ამას, რომ ასეთი რეიტინგული შოუ არც ანუ მაგის მერ არ ყოფილა, ჯეოსტარის მერ და რატო? იმიტომ რომ მაშინ ერთი მუსიკალური პროექტი იყო, რომელსაც სრულიად საქართველოს უყურებდა. ანუ შენი პოპულარობის და შენი სათქმელი ყველაზე მეტ ადამიანს ესმოდა მაშინ. ამბობი რომ შენ ქალბატონი მარინა ბერიძეს ფავორიტიც იყო. ერთ-ერთი ყველაზე მეტად ვისთანაც მიკამათ ეცხოვრებით ვისთანაც ვკამავთ არის მარინა ბერიძე. ანუ მე ვიცი მისი ხასიათი და მანიც ის ჩემი ხასიათი. ჩემთვის ავტორიტეტები არ არსებობენ, ჩემთვის არსებობს ჩემს მიერ აღიარებული ავტორიტეტი, ანუ ესეთ სახალხო თქმულებებით რომ მოდის ხოლმე რომ ეს ავტორიტეტი ეს არ არის, მე თუ ადამიანი ვაღიარე ავტორიტეტად არის ავტორიტეტი, თუ არ ვაღიარე არ ვაღიარე. ჩემი და მარინა აღიარებ. ჩემი და მარინას ყველაზე მეტად რატო ვცემ პატივს არის ის რომ მას მუსიკა უყვარს. როგორ უყვარს, რა ფორმით, ეს უკვე არ მაინტერესებს. ხშირ შემთხვევაში ვამბობ ხოლმე ამას და შეიძლება ვინმე მსხვილად ჩამთავროს. წერსაც ვცემ პატივს თუ ღირსეულად იბრძვის. თუ ღირსეულია. შეიძლება არ ვეთანხმებოდე მას, კონკრეტულად მარინას, არ ვეთანხმებოდე კონკრეტულ შეფასებებში არამეში, მაგრამ ის არის თავისი გადასახედიდან პრინციპების მატარებელი. და
პრინციპიანი ადამიანები მიყვარს მე არ მიყვარს ქამელეონები. და ამ შემთხვევაში ვთვლი რომ მარინა არ არის ქამელეონი. საკმაოდ რთულია გორიდან ჩამოხვედა და თავი დაიმკვიდრო შოუ ბიზნესში მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ის ყავდა მფარველი ვთქვათ მარინას სახით, ხო? არა, მფარველი ხაზგაოს ამას და მფარველად მარინა არ მყოლია. არავინ არ მყოლია მფარველად ზოგადად. თუმცა ის რომ მე ჯეოსტარში ვიყავი და ის გამოცდილება ჯერ წარმოიდგინეთ მე რო დღეს აქ ვზივარ და თქვენ გესაუბრებით და ჩემი ცხოვრება რაღაცა კუთხით საინტერესოა ეს რომ ჩემთვის ეკითხათ ბავშვობის ასაკში ძალიან ბევრს ვიცინებდი იმიტომ რომ ჩვეულებრივი სოფლელი ბავშვი რომელიც ბაღშიც მუშაობს ნახიშიც დადის და უბრალოდ წვილენსაც იპარავს. კი აბა ეხლა მოდი ცოტა გავხალისდეთ ეხლა შევამოწმოთ რამდენად ამართლებს შენს გორელობას. მოგეხსენებათ გორი არის ვაშლის ესე იგი რა დავარქვათ ვაშლის სამეფო. ეხლა მე ვთხოვ ჩვენს უმშვენიერეს ნინის შემოიტანოს ვაშლები სტუდიაში. მადლობა ნინი. აი ნახეთ. აქ არის 5 სხვადასხვა ჯიშის ვაშლი. და ჩვენმა გიორგიმ უნდა გვითხრას რომელი ვაშლი რომელია. დავიწყო? დაიწყე. მე 2 ვიცი დანარჩენი არ ვიცი. რომელი 2 იცი? არ თქვა სახელი ჯერ მე. ეს რა არის? ეს არის ანტონოვკა. ოღონდ დასამწიფებელი, ცოტა. ბატონო. მე ანტონოვკას რა ემართება ხოლმე გითხრა? ეს უფრო ჭკნება და უფრო ესეთ მართვადი ხდება. მართვადი ხდება. და იხლიჩება ძალიან კარგად. ძალიან კარგად. თუმცა ანტონოვკა ძალიან კარგია ჯემში. მე 100 ანტონოვკას ეხა ჯემში ვიყავს, პატრონში მანქანაში მიდეს 1 კილო. ყველაზე მარგებელი ანტონოვკა. კი ბატონო. ანტონოვკა. აი ეს რა არის? მაგას ვეძახით ბანანს ჩვენ ქართლში. ეს ბანანი. ეს არის ბანანი. ეს ასე ვეძახით ქართლში. ეგ არის სინაფი. სინაფი, ესეც კარგია ჯემში, ხო სწორია? ცოტა ნასეტყვი ეთყობა. ეს ნასეტყვია? ნუ სავარაუდოდ. კარგი ბატონო ჩემო. ეს არის გოლდენი. ეს არ ვარგა ჯემისთვის. ჩემთვის არა, მაგრამ სუფრისთვის ითვლება. სუფრის ვაშლი. უცებ შეიძინეთ, გარიცხეთ და მიირთვით და ეს არის ივერიას ასე ვეძახით. ანუ ხშირად ეშლებათ ხოლმე კეხურაში, მაგრამ კეხურა არ არის, ეს არის ივერია. კარგი, აი ამ ვაშლებიდან ყველაზე სასარგებლო რომელია? ანტონოვკა არის ყველაზე პირველ ადგილზე ანტონოვკა, მე აქ აკლია ბროცკი, რომელიც როგორც ვიცი, მეორე ადგილზეა. სინაფი აგრეთვე დანარჩენი ამას არ ვაღიარებ რო არ დაგიმალოთ არ არსებობს და შემდეგ მოდის ბანანი და ბოლოს გოლდენი. ბრავო! ახლა კი შემოიტანეთ მიჩურინის ვაშლი. აი, ძალიან დიდი მადლობა, შენ აბსოლუტურად დაამტკიცე, რომ ნამდვილი გორელი ხარ, ეხა ბევრმაც არ იცის, მეც არ ვიცოდი, ეხა ეს საერთოდ არ ვიცოდი რა იყო, აწი მეწოდინება. ძალიან კარგი. ოჩახ. მოდი ვნახოთ ამ თემის შემდეგი 300 ლარიანი კითხვა და ეხლა უნდა მოიგო 300 ლარი, ხო იცი? რა ნომრით მონაწილეობდი ჯეოსტარში? 30.04. მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. კომპანია ჯეოსელისა და რუსთავიორის ერთობლივი პროექტი ჯეოსტარი 2004 წელს დაიწყო. ამ კონკურსმა არაერთი ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი გამოავლინა და გახადა პოპულარული. მათ შორისაა გიორგი სუხიტაშვილიც, რომელიც პროექტის გამარჯვებული 2008 წელს გახდა. ის კონკურსში მონაწილეობდა ნომრით 30.04. აბსოლუტურად სწორი პასუხია რა, ახალგაზრდა ხარ და შემოიგე 300 ლარი და შენ ჯამში გაქვს 900 ლარი. დააჭირე ხილაკს ხელი და ბოლო თემა მოვაგდოთ. საპიოსექსუალე. მიუხედავად იმისა, გიორგის არ უყვარს პირათემებზე საუბარი, რამდენიმე კითხვა მაინც უნდა დაუსვა პირველ რიგში მაინტერესებს, მიიჩნევს თუ არა საკუთარ თავს მე ქალთანედ. არ ვიცი, არ ვთვლი რომ მე ქალთანე ვარ. ანუ ეს არის ცოტა უცნაური ინდივიდუალურია შეფასებები, ვინ რას თვლის მე ქალთანეობას. შენ ერთხელ დაქორწინებული იყავი ურთიერთობაში 2 წელი იცხოვრე, ხო? გაგრძელდა, მაგრამ დაშორდით ერთმანეთს. ამ თემას გინდა შეეხო თუ გავიაროთ? გავიაროთ. კარგი. ნუ დაშორდით ახლა ქალბატონებს საინტერესებს რომ მარტოა ეს კაცი, ის როგორ არის, ხო ხტები? გოგო თუ გიყვარდება რთულად? ზოგადად ამ ტიპის გადაწყვეტილებებს რთულად ვიღებ. ხო არა. კი, ძალიან. იმიტომ რომ შენ ხარ საპიოსექსუალი.
საპიოსექსუალი ჩემო ძვირფასო მაყურებელო არის მამაკაცი, რომელსაც ქალბატონი უყვარდება თავისი ინტელექტით, აზროვნების უნარით, ინტელექტუალური კოეფიციენტი უნდა იქონდეს ასეთ ქალბატონს მაღალი მიუხედავად მისი გარეგნობისა. ანუ შენ რო შეხვდეს ძალიან ჭკვიანი ქალი, ძალიან განათლებული, ერუდირებული და რო საუბრობს პირდაპირ ესე იგი ვარდები და იები, მაგრამ არ იყოს კაი შესახედავი, შენი შეგიყვარდება. ვერ გეტყვით რომ შემეყვარდება. ეხა ისეც გინდა, ეგეთი სად არის? ეგეთები აღარ არიან, ერთი მე ვარ და მორჩა. ამიტომაც ვარ მარტო. კარგი. პოპულარობას როგორც წესი ძალიან დიდი თაყვანისმცემლების არმია მოყვება უკან განსაკუთრებით ისეთ სიმპათიურ მამაკაცს როგორიც შენ ხარ. აბა რა შვები როგორ იგერიებ ამ არაფერი არ მოსაგერიებელი და არც არმია არ მოყვება ახლა ზღაპრებს. რატო ეხა შენ არ გიგზავნიან ფოტოებს, ხო გაქვს Facebook-ი? ხო, მაგრამ არმია არა. Messenger-ში რა ფოტოებს გიგზავნიან, აბა შენს გამოტყდი. როგორ ფოტოებს? ალბათ Messenger-ში ყველას უგზავნიან ფოტოებს. ზუსტად იცის რა ტიპის ფოტოებზე მაქვს საუბარი. მოკლედ დღეს გიორგი სუხიტაშვილი თავისუფალია ქალბატონებო, ეს იცოდეთ და მაინც და მაინც ფოტოს ნუ გამოგის. ხო, ეს ფოტოები არ გინათ, უფრო სხვა ფოტოები გამოაგზავნეთ და ცოტა აზიატი ხომ არა ხარ? ესეც არის მეგობარი იმ კითხვების, რომელზეც პასუხი ყოველთვის არის ინდივიდუალური. გააჩნია ყველა ადამიანს, აი რო გავაჩეროთ ქუჩაში რა არის სიტყვა აზიატი. რომ გავაშიფრინოთ, ყველა გიპასუხებთ რადიკალურად განსხვავებულ რამეებს. კარგი, მე დავსვავ კითხვებს. დასვით. შენს მეუღლეს დიდი დეკოლტეთი, სადაც მკერდი ექნებოდა მოშიშლებული, ქუჩაში გაუშვებ? არა, ერთ წამი. რატო გადაწყვიტეთ რომ არა ან კი? კი, მაინტერესებს. ანუ გაუშვებდი უკვე უცნაური მოცემულობა. შენი შტას მისცემდი რომ ეს მოდი თან გინდა რომ მოკლედ გიპასუხო და თან გინდა რომ პასუხი იყოს წლად თქვი. ანუ აბა რა გონდა განავრცო ეს თემა მაინტერესებს აბა. როდესაც უკვე დავიწყოთ ჩანასახში მეუღლე ვთქვით, სანამ მეუღლეობამდე მიდის ურთიერთობა, ადამიანები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ამიტომ უკვე მეუღლეობამდე ბევრი რაღაცა არის გავლილი. მანიცის რომ დეკოლტე აღარ უნდა ჩაიცვას, იმიტომ რომ ის მას აღიარებს. არაფერს შეეშვა დეკოლტე მოკლიკაბა, ანუ 7 საყურე თუ ტატუ და ასე შემდეგ. ეს არის მე ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ, საუბრობ ზოგადად ურთიერთობებზე. ურთიერთობა არის ჩემთვის ის რომ ადამიანები უგებენ ერთმანეთს, ერთმანეთს იცნობენ, რომ მე ზუსტად აუცილებელი არ არის თქვა რომ ჩაცმა და ხურვაზე იყოს უამრავ რამეზე რა, თუნდაც არ ვიცი, ქმედებაზე რომელიღაც ქმედება, რომელიც ვიცი რომ შეიძლება ადამიანს უბრალოდ მივხვდე რომ არ მოიძებნა ადამიანები არიან დაკვირვებით სწავლობენ ერთმანეთს და არა სიტყვებით, რომ ეს ქენი, ეს არ უნდა ქნა, ეს ჩაიცვი, ეს გაიხადე, სისულელია მოკლედ რა. კარგი, მაშინ ესე თქვა შენი მეუღლე არის მსახიობი და მას მოუწია ფილმში ან სპექტაკლში ან სერიალში მამაკაცთან კოცნაობა. თუ ის ჩემი მეუღლეა და ვიცი რომ არ დავტყდება? არა. თუ ის ჩემი მეუღლეა და ჩვენ ვიცით რომ მეუღლეები ვარ და გადავწყვიტეთ ამაზე ვიცი მისი პროფესია, ვთვლი რომ ამაზე პრობლემა არ მექნება. შენგენაც. მე ჩემი ბავშვობა და მე ჩემი ახალგაზრდობა და ჯეილობა მაწუხებს მე როდესაც პირველად გავთხოვდი 17 წლის და ვიყავი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი მეუღლე მე მიშლიდა ხელს რომ ბიჭთან ერთად მეცეკვა რომ ვიღაცა მეხებოდა იმიტომ კი რომ მე მას უღალატებდი ვიღაცა მეხებოდა სადაც და ეხლა ეს ამბავი ანუ თქვენ ჯერ შეუღლდით და მე რაღაცა სიურპრიზები აღმოაჩინა ადამიანმა სიურპრიზები აღმოაჩინა. კარგი, მაშინ ესე გეტყვი, მსახიობ ქალბატონს მოიყვანდი ცოლად? თუ შემიყვარდება მსახიობს კი არა, მეხანძრეს მოვიყვან. არა, ესე არ უნდა გეთქვა. თუ შემიყვარდება მსახიობს კი არა, სტრიპტიზიორს მოვიყვან ცოლად. აი, ადამიანები, როდესაც ამბობენ არას, ან არასოდეს, არის ასაცილო. შეიძლება ბანალური გაცვეთილი სიტყვა, მაგრამ James Bond, never say never. კარგი, მოდი ვნახოთ ამ თემის შემდეგი 300 ლარიანი კითხვა. ერთ-ერთ ტელევიზიაში შენს მეუღლესთან ერთად დილის გადაცემაში იმღერე. გახსოვს თუ არა რა სიმღერა შეასრულე? რა თქმა უნდა, მახსოვს. აბა. ეს იყო გოგი ცაბაძის ეგრევად რა ტიპური მთვარეო, კინოფილმიდან ვერსუმნის მელოდიები. მოდი ვნახოთ.
ვაი, მე აბსოლუტურად სწორი პასუხია და შენ მოიგე 300 ლარი. შენ გაგ ჯამში 1200 ლარი. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა დაგველოდეთ, ჩვენ სულ ცოტა ხანში დავბრუნდები და შევეცდები გავარკვიო, ვინ იყო ის ცნობილი ქალბატონი, ვისაც გიორგი სუხიტაშვილის მიმართ საკმაოდ ძლიერი ბრძნობა აკარგა. ფარული კონვერტი კვლავ ეთერშია და ჩვენ სტუმრად ყავს უძლიერესი პიროვნება, უსაყვარლესი ადამიანი, უმაგრესი მომღერალი და მსახიობი გიორგი სუხიტაშვილი. გიორგი, ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ. თვალნათლი დავინახე შენი ცხოვრება, ნახე შენი სიძლიერე, ისო შენ ფარხმალი არ დაყარე ბევრჯერ და ისეც დავინახე, რომ შენს ოცნებებს ნამდვილად ფრთები ესხმევა. ყოველ შემთხვევაში შენი ცხოვრება ამის დასტურია. ეხლა შენ გაქვს 1200 ლარი. ამ 1200 ლარს შენ შეგიძლია დაამატო კიდე 5000 ლარი. მე მინდა რომ გახსნა შენ ეს კონვერტი და წაიკითხო. მაშასე ამ კონვერტში წერია ამბავი იმაზე თუ როგორ სთავაზობდა ერთი ცნობილი სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე ქალბატონი გიორგის საკმაოდ ძვირადღირებულ მანქანას თუ რისანაცვლოდ წერია ზუსტად მათ. გიორგი, აპირებ რომ გავგმხილო ეს. გიორგი, რატო? არ ვაპირებ. არ ვაპირებ, იმიტომ რომ ნახე როგორ არავის ესე არ დაუყუწია ისა, რა ქვია, კონვერტი, არავის. იმიტომ არ ვაპირებ. ვთვლი რომ არის რაღაცეები, რაცაც ფასი არ აქვს. არანაირ აქ რო იყოს, არა მხოლოდ 5000, არამედ 50000-იც. მაინც ეს დაემართებოდა აი ამ კონკრეტულ ქაღალდს, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ღირსება თუ აქვს ადამიანს არასოდეს არ უნდა გადადგას ის ნაბიჯი. არავის არ განვიკითხავ, მაგრამ მე მაინც ღირსებაზე ვაშენებ ჩემ ქმედებებს. შეცდომებს უშვებ, რა თქმა უნდა. არა იმიტომ რომ შეგნებულად, უბრალოდ ადამიანებს არ გვაქვს რაღაცა კიბორგები არ ვართ, რომ კონკრეტული რაღაცა პროგრამით ვიყო, თუმცა პროგრამებიც ჭედა მე ხშირად. კარგი გიორგი, ჩადე ეგ ნაკუწი ახლა კონვერტში და დავწვათე მაშინ. არავის ესე არ უქნია, არასოდეს მაყურებელმაც მინდა რომ დაინახოს როგორ დააგორგოლავა ფურცელი. რატომღაც არ მინდოდა რომ ვინმე მოხვედროდა თვალში. კი ბატონო, ეს აბსოლუტურად შენი ნება, დაწვი კონვერტი და ისიც უცნაურია და საიდან გავიგეთ ხო? უცნაურ შეგრძნებას ხო? ამის გაგებაში გვაქვს ჩვენ გენაწვალე დიდი გამოცდილება. გიორგი, მაისე სანამ დაიწვება და ბოლი ხელი შენჭირმე, მითხარი თუ შეიძლება რა მანქანა იყო, რა მარკის მანქანა იყო? ძალიან ძვირადღირებული. არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმ დროს, როდესაც ამაზე იყო საუბარი, თამამად გეტყვით, რომ საქართველოში არ იყო ეს მანქანა. ვაუ! მე ვიცი რა მანქანაც იქნებოდა, ბუგატი. ხასორე ვარ. არ ვსაუბრობ მაგ თემაზე. აი, ანუ ვსაუბრობ. გიორგი, ძალიან ღირსეული ადამიანი ხარ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მე შენ წარმატებებს გისურვებ და რა ვიცი, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე შენთან ურთიერთობა. მოკლედ შენ 1200 ლარი გაქვს. მე კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის.